რა გელოდებათ 2026 წელს და რა უნდა დატოვოთ 2025-ში. მოგესალმებით გრიმუარის არხზე და როგორც უკვე მიხვდით, დღეს გვექნება ახალი 2026 წლის პროგნოზი. იმისათვის, რომ მიიღოთ პასუხი ამ კითხვებზე, ჩაიფიქრეთ ეს კითხვები, კონცენტრირდით მათზე, იფიქრეთ ამ შეკითხვებზე, ამასობაში დააკვირდით აქ მოცემულ 4 ვარიანტს და აირჩიეთ ერთ-ერთი. აირჩიეთ ის, რომელზეც ყველაზე მეტად გაგიწევთ გული და რომელსაც გიკარნახებთ თქვენი შინაგანი ხმა. თუ მეტი დრო გჭირდებათ მოსაფიქრებლად, დააპაუზეთ ვიდეო და შემდგომ განაგრძეთ ყურება. მე კი შეგახსენებთ, რომ აუცილებლად გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო და გამიზიარეთ კომენტარებში, რამდენად რეზონირდება აქ მოცემული პასუხები. ხოლო თუ გსურთ პირად კონსულტაციაზე ჩაწერა, შეგიძლიათ მომწეროთ პირადში, ჩემს საკონტაქტო ინფორმაციას იხილოთ როგორც ეკრანზე, აგრეთვე ვიდეოს ქვეშ აღწერაში. იმდენად დიდი ხანი არ ჩამიწერია ახალი ვიდეო, განცდა მაქვს თითქოს ამას პირველად ვაკეთებ და ცხოვრებაში ეს არასდროს გამიკეთებია. თუმცა არ შემეძლო რომ არ გადამეღო ეს ვიდეო, რადგან ახალი წელი მოდის, თემატურია, ყველას სჭირდება პროგნოზები, ყველას აინტერესებს რა მოხდება 2026 წელს და აი ახლა აქ ვართ და ერთად გავიგებთ რა იქნება 2026 წელს და რა უნდა დავტოვოთ 2025-ში იმისათვის, რომ უფრო წარმატებული, ბედნიერი, თავისუფალი და იღბლითა თუ სიკეთით სავსე წელიწადი გქონდეს. მაშინ გადავალ ახლა უკვე ვარიანტების განხილვაზე და რა თქმა უნდა დავიწყებ პირველი ვარიანტით. მაშინ პირველი ვარიანტის შემთხვევაში ტარო გვეუბნება შემდეგს. ეს იქნება თქვენი პრინციპების, თქვენი ინტერესების, თქვენი სურვილების, იდეების თუ შეხედულებების გატანის, დაცვის და მათთვის ბრძოლის წელი. თუმცა, როდესაც ვახსენებ ბრძოლას ან რაღაცის გატანას, ეს არ გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად უნდა მოგივიდეთ ვიღაცასთან კონფლიქტი. აქ უფრო საუბარია არა კონფლიქტზე, რამდენადაც უფრო შინაგან, ესე რომ ვთქვათ, შემოქმედებით ენერგიაზე, რომელიც საჭიროებს ბრძოლას, დაცვასა და მოფრთხილებას იმისათვის, რომ გამრავლდეს, იმისათვის, რომ ისუნდგმულოს, იმისათვის, რომ გამოიღოს ნაყოფი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში კვერთხები, როგორც ცეცხლის სტიქია, სადღაც პრინციპში რა თქმა უნდა გვახსენებს თავად ცეცხლს, ხომ? ცეცხლი როგორი რაღაც არის, მას სჭირდება საწვავი, მას სჭირდება შეშა იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა რაღაც იმისათვის, რომ იწვოდეს. იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენ ცეცხლს ვაწვდით საკვებს, ის მრავლდება და ედება ყველაფერს. მაგრამ თუ კი მას არ დაუტოვებთ საკმარის ჟანგბადს, საკმარის სივრცეს, აგრეთვე თუ მივაწვდით არასაკმარის შეშას ან ზედმეტს და ზედმეტად დიდ მორებს, ის რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ვერ მოერევა და ჩაქრება. ამიტომ ყურადღებით იყავით, რომ უბრალოდ არ გადაიწვათ და დაუტოვეთ საკუთარ თავს თავისუფალი სივრცე. ამ წლის განმავლობაში ვფიქრობ, შეძლებთ რომ გახდეთ რაღაცაში გამორჩეული ან რაღაცით გამორჩეული, რადგან კვერთხების შვიდიანით ჩვენ გვესაუბრება განსხვავებულობაზე. ეს არის როგორც გამოსვლა რაღაც სახის, ასე ვთქვათ, კოლექტივიდან, ეს შეიძლება იყოს ბრბოსგან გამორჩევა, ეს შეიძლება იყოს ოჯახისგან გამორჩევა თუ ასე შემდეგ. ანუ ნებისმიერი სახის ადამიანთა კოლექტივის სოციუმის თუ თემიდან, რაღაც სისტემიდან, თუ გინდათ მატრიციდან გასვლაზე მეტყველებს ეს კარტი. ეს შეიძლება იყოს რა თქმა უნდა წინსვლები კარიერული, რადგან კვერთხები ყოველთვის გვესაუბრებიან ამბიციურ სფეროებზე, კარიერაზე, ჩვენ საქმიანობასა და მოქმედებებზე, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სტილის შესახებაც გვაწვდის ეს კარტი პასუხს. ანუ მარტივად რო ვთქვათ, თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა ან წარსული ცხოვრების სტილი აუცილებლად შეიცვლება და გახდებით განსხვავებული. განსხვავებულობა პირველ რიგში მოგიტანთ მეტ თავისუფლებას, მეტად შეძლებთ რომ დატკბეთ საკუთარი თავით და იამაყოთ, თუმცა რა თქმა უნდა შეიძლება მცირე გაუგებრობებიც მოიტანოს, რადგან ადამიანებს ხშირად განსხვავებული პირები მაინც და მაინც არ მოსწონთ, ხომ? თვლიან ხოლმე მათ ამბოხებულებად, უცნაურებად, ერეტიკოსებად, თეთრყვავებად და ასე შემდეგ. აი შეეცადეთ რომ რა თქმა უნდა არ განმარტოვდეთ, არ გაირიყოთ თავი არავითარ შემთხვევაში პირიქით. სოციალიზდით და იმის ნაცვლად რომ ეს თქვენი განსხვავებულობა სადღაც კარადაში დამალოთ, პირიქით ის გამოიტანეთ და ანახეთ ადამიანებს მათთვის გასაგები ენით, რომ მოახდინოთ ამ ყველაფრის ინტეგრაცია და ასე ვთქვათ, ახალ ნორმად, ახალ წესად, ახალ წესრიგად დამკვიდრება.
ხოლო რაც უნდა მოვიტოვოთ 2025-ში, ამის შესახებ გვესაუბრება სულელის კარტი, რომელიც არის უპირველეს ყოვლისა დაუფიქრებლობის, უკონტროლობისა და ზედმეტი ჰაერონების კარტი, თუ გინდათ ესეც უწოდოთ. მარტივად რო ვთქვათ, თუ კი აქამდე ფიქრობდით, რომ რაღაცები მოგვარდება თავისით, რომ უბრალოდ საკმარისია პროცესები მიუშვათ ან მიენდოთ პროცესებს, ამჯერად ასე აღარ იქნება. 2026 თქვენი მხრიდან როგორც უკვე მიხვდით, პირველი კარტიდან გამომდინარეც მოითხოვს ბევრ ენერგიას, შრომას, სიმამაცესა და კონტროლს. კონტროლს როგორც საკუთარი თავისა და ემოციების, აგრეთვე სიტუაციების. ასე რომ პირველი და უმთავრესი რაც უნდა მოიტოვოთ, ეს არის ასე ვთქვათ, სიბრმავე, თუ გინდათ ესე ვწოდოთ, ანუ ბრმად არ გაყვეთ გზას, ამაზე მაქვს საუბარი. დაუფიქრებლობა მოიტოვეთ და უკონტროლობა. აქ შეიძლება ვიგულისხმოთ ნებისმიერი რამის უკონტროლობა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დაწყებული მოვლენებით, თქვენი საქმიანობით თუ ასე შემდეგ. თუმცა სულელი ასევე ზოგ შემთხვევაში გვაფრთხილებს იმაზეც, რომ თუ კი აქამდე რაღაცაში არ იყავით დაჯერებული, თუ კი არ იყავი კარგად დაუშვათ დახვეწილი, განსწავლული თუ ასე ვთქვათ, მომწიფებული ან თუ არ იყავი პროფესიონალი, რა თქმა უნდა, დროა რომ ეს ყველაფერი შევცვალოთ, გავაღრმავოთ ცოდნა, გავაუმჯობესოთ ჩვენი მდგომარეობა და ასე შემდეგ. 2026 წლის განმავლობაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოთ გულუბრყვილო და მინდობი, რადგან ნახეთ, როგორი რაღაცა ძალიან საინტერესო კომბინაცია შეიკრა ხომ, სადაც პირველი ვარიანტი ჩვენ გვეუბნოდა უბრალოდ პირველი კარტი გპასუხობდა, პირველი არკანი, რომ თქვენ გამოდიხართ სოციუმიდან და რაღაცით გამორჩეული შესამჩნევი ხდებით და მეორეს მხრივ უკვე მეორე არკანი გვაფრთხილებს, რომ არ იყო ზედმეტად მინდობი. რატომ? იმიტომ რომ როდესაც გამოჩნდები, როდესაც გამოანათებ, შესაძლოა არც ისე კარგი ადამიანებიც ისე შემოგესიონ, როგორც ღამეანთებულ ნატურას ან სანთელს ესევიან ხოლმე, ღამის პეპლები, ბუზები, კოღოები და 1000 სხვა ესეთი ღამის არსება, ესე ვთქვათ. ამიტომ იყავით ფრთხილი, არ იყოთ დაუფიქრებელი, იყავით მომზადებული, მამაცი და რა თქმა უნდა, შეაბიჯეთ 2026 წელიწადში თამამად, თავაწეულად და ამაღად. მე გისურვებთ ბედნიერ წელიწადს და წარმატებებს. ახლა კი გადავალ მეორე ვარიანტზე. ძალიან საინტერესო გაშლა გამოვიდა მეორე ვარიანტზე, თან როგორი ესეთი საინტერესო დამთხევით, ხო, რადგან რიცხვები 19 და 20 გვაქვს თანმიმდევრულად ამოსული. თუ ვერ ხვდებით რაოდენ უცნაური დამთხევაა ეს, პატარა ესეთი მათემატიკურ სავარჯიშოს მოგცემთ, სულ არის 78 კარტი დასტაში და წარმოიდგინეთ რამდენია ალბათობა იმის, რომ აჩეხვის შემდგომ სწორედ ასეთი კომბინაცია ამოვიდეს. ძალიან დიდი მათემატიკური რიცხვია, ეგ მარტივად რო ვთქვათ. ერთ სიტყვით, პირველ პოზიციაში გვაქვს მზე და მეორეში გვაქვს განკითხვის კარტი, რომლებიც ძალიან მაგრად რეზონირებს თავთავიანთ პოზიციებთან და კითხვებთან მიმართებით. რა გელოდებათ მზე? მზე გვესაუბრება იმის შესახებ, რომ წესით და რიგით ძალიან მაგარი წელიწადი უნდა გქონდეთ, ძალიან თბილი, ძალიან პოზიტიური, აქტიური. ეს არის არკანი, რომელიც მეტყველებს თვით რეალიზებულობაზე, ინდივიდუაციაზე, როგორც ამას იუნგი უწოდებდა, საკუთარი თავის ინტეგრაციაზე და გამოხატულებაზე მაქსიმალურად. ეს არის ასევე შინაგანი ბავშვის გაბედნიერება, ეს არის უპირობო სიყვარულის, თავისუფლების, წარმატებისა და ნაყოფიერების კარტი. იმ შემთხვევაში თუ კი აქამდე რაღაც გაწუხებდათ, ან ცდილობდით რომ გემუშავათ საკუთარ ქვეცნობიერ, არაცნობიერ ტრაუმებზე, გემუშავათ ემოციური ჭრილობების მოშუშებაზე და ასე შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ 2026 წელს დიდი ალბათობით იქნებით სრულად განკურნებული, ლაღი, თავისუფალი და ბედნიერი. მზე, რა თქმა უნდა, აგრეთვე გვესაუბრება ნებისმიერი სახის ასე ვთქვათ, მატერიალურ სიკეთეზეც იქნება ეს ხვავი, ბარაკა, დოულათი, ფინანსები თუ კარიერული წინსვლები, პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ მზე არის მრავალმხრივ დადებითი კარტი. მაგრამ პირველი და უმთავრესი მისი მახასიათებელი რაც არის, ჩემი აზრით ყველაზე საყურადღებო ამ არკანში და მნიშვნელოვანი, ეს არის სიყვარული. სიყვარული არა მხოლოდ რომანტიული და ინტიმური ხასიათის, როგორიც არის ქალსა და კაცს შორის, არამედ სიყვარული ნებისმიერი სახის. აქ არის საუბარი ადამიანის სიყვარულზე, საკუთარი თავის სიყვარულზე, სამყაროს და ღმერთის სიყვარულზე. მაშასა და მე რჩევაც ჩემი არის სწორედ ეს, რომ შეიყვარეთ ადამიანი, შეიყვარეთ საკუთარი თავი და თქვენ თავის ხვებში და სხვები თქვენს თავში.
სიყვარული ამ შემთხვევაში გაგიხსნით მიმღებლობას და მიმღებლობა გაგიხსნით უკვე კარს ყველა შემდგომი სიკეთისა და ყველა აი მადლისკენ, რომელსაც გაწვდით 2026 წელი. საკმაოდ კარგი პერსპექტივები გელით იმ მხრივ, რომ გააფართოვოთ თქვენი საქმე, იმ მხრივ, რომ გაზარდოთ თქვენი პერსპექტივები, მოამრავლოთ თქვენი შესაძლებლობები, გაიცნოთ კარგი ადამიანები, იყოლიოთ მეგობრები და ასე შემდეგ. რაც შეეხება მეორე პოზიციას, რა უნდა მოვიტოვოთ? აი ძალიან საინტერესოა მართლა აქ რო გამოვიდა განკითხვის კარტი, რადგან თვითონ განკითხვა ტაროში ეს მე-20 არკანი განასახიერებს რაღაცების წარსულში დატოვებას. თვითონ არის იდეაში წარსული, რომელიც ესე თქვათ აღზრდა მკვდრეთით და გვახსენებს თავს. რა თქმა უნდა, მკვდრეთით აღდგომა ამ შემთხვევაში სიმბოლურია, ეს არის ნებისმიერი სახის წარსული რაღაცები. შესაძლოა იყოს ცდუნებები, მაგალითად შეიძლება დაბრუნდნენ ადამიანები, ვინც თქვენ ცხოვრებაში, დამთავრდნენ ესე თქვათ რაღაც მიზეზით, შეიძლება იყოს მავნე ჩვევების დაბრუნების მცდელობა, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ, რომ რამე ძველი დაბრუნდეს. დაამთავრეთ ყველაფერი, რაც დასამთავრებელია და აღარ გაიყოლოთ არავითარ შემთხვევაში 2026 წელში. და კიდე ერთი, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, აი ამასთან დაკავშირებით მახსენდება ცნობილი სიტყვები ახალი აღთქმიდან, ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ. ანუ მარტივად რო ვთქვათ, თუ შენ არ განიკითხავს ხვებს, არც შენ არ იქნები განკითხული. ეს სიტყვები ამ შემთხვევაში ძალიან კარგად რეზონირებს ამ განკითხვის არკანთანაც და პრინციპში თქვენი 2026 წლის პროგნოზთან თუ წინასწარმეტყველებასთან. ნახეთ, რატომ მზე თვითონ მეტყველებ და უპირობო სიყვარულზე, ხოლო განკითხვის არკანი მოგიწოდებთ, რომ არ განიკითხო. რატომ? რადგან იმ შემთხვევაში თუ კი თქვენ დაიწყებთ რაღაცების განკითხვას, რა თქმა უნდა, ახლა აქ არ არის ლაპარაკი ჯანსაღ კრიტიკაზე, კრიტიკაც საჭიროა რაღაც მომენტებში, მაგრამ ნახეთ, ეს რა თქმა უნდა არის ყველაფერი სიმბოლოები, ეს არის არქეტიპები. ამ შემთხვევაში განკითხვა განასახიერებს რას? ეს არის გარკვეული სახის აკვიატებები, ეს არის თვითკრიტიკა, უკმაყოფილება საკუთარი თავით, ადამიანებში რაღაცების ზედმეტად ჩაკირკიტება და დაკვირვება, ადამიანებისადმი მიუღებლობა და შიში მათ შორის უნდობლობა, ხომ? აი ეს ბევრი რაღაც ერთმანეთს ეწყობა და საბოლოო ჯამში განა რაღაც დიდ პრობლემას იწვევს, უბრალოდ ხელშეგიშლით იმაში, რომ აი ამ მზის სინათლე, მისი სხივები, მისი სიკეთე აითვისოთ მაქსიმალურად. ამიტომ შეეცადეთ, რომ არ განიკითხოთ და ყოველთვის იფიქრეთ, რა ხდება იმ ადამიანის ცხოვრებაში, ან ადამიანების ცხოვრებაში, რატომ მოვიდნენ იქ, სადაც არიან, რატომ იქცევიან ისე, როგორც იქცევიან. მე არ ვამბობ, რომ უნდა გავამართლოთ პირობითად დამნაშავეები და გარეწრები, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯანსაღი ნორმის ფარგლებში ხო ყველაფერი მოზომილად უნდა იყოს ცხოვრებაში, ზედმეტი არაფერი არ ვარ. ამიტომ შეეცადეთ, რომ არ განიკითხოთ, რადგან ნახეთ, შეიძლება გაიცნოთ ძალიან კარგი ადამიანები და აი თავიდან ამ ფიქრებმა ცოტა შეგიშალოთ მათთან ურთიერთობის აწყობაში ხელი. არა და შეიძლება ამან ძალიან კარგი პერსპექტივები მოიტანოს. იყავით გახსნილი, იქონიეთ მიმღებლობა და უბრალოდ დენდეთ სამყაროს. ის არაფერს არ შემოგთავაზებთ ისეც, რაც თქვენთვის არის ესეთი ცუდი და კატეგორიულად არასასურველი და თუ კი ეს რაღაც უსიამოვნო იქნება, რა თქმა უნდა შეძლებთ ამ ყველაფრის დამთავრებას ბოლოს და ბოლოს განკითხვის ენერგიაც გასდევს ამ ყველაფერს. ასე რომ დავაჯამოთ, ფიქრობ ძალიან კარგი და დადებითი წელი გელოდებათ. თავარია უბრალოდ რომ მიიღოთ ეს სიახლე და გაუშვათ ყველაფერი ძველი, ყველაფერი წარსული. ვერ ვამბობ რაიმე კონკრეტულს, ეს იქნება ერთ სიტყვით ნებისმიერი რამ, როგორც ძველი სევდა, ძველი ტკივილი, ძველი ეჭვები, ადამიანები, მავნეჩვევები თუ ასე შემდეგ. იმედი მაქვს, რომ ეს პასუხი თქვენ დაგეხმარებათ, გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს და ახლა კი გადავალ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი ეს შემთხვევაში 2026 წელი იქნება უპირველეს ყოვლისა წელიწადი დაკავშირებული გაცნობიერებულ გადაწყვეტილებებსა და არჩევნებთან. უნდა რეგულირება პოლიტიკური არჩევნები. საუბარია გზის არჩევაზე, ცხოვრებისეული გადაწყვეტილების მიღებაზე, არჩევნის გაკეთებაზე მარტივად რომ ვთქვათ. ნახეთ როგორი რაღაცა ამ შემთხვევაში პირველ პოზიციაში ამოსული შეყვარებულები პირველ რიგში გვესაუბრება იმაზე, რომ მოგიწევთ რაღაცებს შორის არჩევნის გაკეთება და გამოირჩევა აქედან გამომდინარე და გამოიკვეთება გარკვეული პრიორიტეტები და მნიშვნელოვანი ღირებულებები და ფასეულობები.
შეყვარებულების არკანი გვესაუბრება იმაზე, რომ თქვენ იწყებთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც არამხოლოდ არის პრაქტიკული ან საჭირო, როგორც აქამდე იყო, ან გეგონათ, არამედ რომელიც მეტად რეზონირებს თქვენს სულთან და თქვენს გულისხმასთან, თქვენს შინაგან ღირებულებებთან. მაგალითად, თუ კი აქამდე აკეთებდით რაიმე საქმეს, ან იყავით დაკავებული საქმით, იმიტომ რომ ეს გჭირდებოდათ, ეხლა უკვე შეძლებთ რომ დაკავდეთ ისეთი საქმით, რომელიც არაუბრალოდ გჭირდებათ, არამედ რომელიც თქვენ მოგწონთ და რომელიც შინაგანად შეესაბამება თქვენს, მოდით ესე დავარქვათ, სულის მუსიკას. შეყვარებულები აგრეთვე გვესაუბრება პარტნიორობაზეც. ეს არის არამხოლოდ პარტნიორობა რომანტიული და ინტიმური ხასიათის, არამედ პარტნიორობა მეგობრული, პარტნიორობა საქმიანი უპირველეს ყოვლისა. საქმიან პარტნიორობაში შეიძლება ვიგულისხმოთ პირდაპირ გაგებით საქმიანი პარტნიორები, ბიზნეს ინვესტორები, მოკავშირეები, თუმცა რა თქმა უნდა თანამშრომლებიც და ასევე რაღაც გაგებით კლიენტებიც, რადგან თუ კი ხართ მომსახურების სფეროში, რა თქმა უნდა კლიენტიც იმ კონკრეტულ მომენტში, როდესაც თქვენ მას ემსახურებით, ის ფაქტობრივად თქვენი საქმიანი პარტნიორი. ასე რომ გარკვეულწილად ეს არის სოციალური ხასიათის კარტიც პრინციპში და ამ შემთხვევაშიც ნახეთ როგორ რაღაცაზე მიდის ლაპარაკი, იპოვით ისეთ ადამიანებს, რომლებიც არაუბრალოდ სადღაც გარშემო არიან და არაუბრალოდ, ასე ვთქვათ, ბედის უკუღმართობითა თუ წარმართობით გადაიკვეთეთ მათთან, არამედ ის იქნებიან ადამიანები, რომლებიც მართლა გჭირდება. ადამიანები, რომლებიც მართლა შეესაბამებიან შენს შინაგან ვიბრაციას, შენს შინაგან მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს. ჩნდება ისეთი პარტნიორული კავშირები, რომელიც თქვენ განგავითარებთ და დაგეხმარებათ რაღაცების მეტად გაცნობიერებაშიც და შესაბამისად გაცნობიერებული არჩევნების გაკეთებაშიც. შეყვარებულები საერთოდ არის ძალიან დუალური ხასიათის კარტი, ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ წლის მანძილზე იქნება ბევრ რაღაცას შორის არჩევნის გაკეთება საჭირო. ეს იქნება ბევრი პერსპექტივები, რაც კარგია ერთის მხრივ, თუმცა რა თქმა უნდა მცირე მინუსიც აქვს, რომ დამაბნეველია, იმიტომ რომ რამდენიმე ვარიანტ შორის რა თქმა უნდა როდესაც გვიწევს გადაწყვეტილების გაკეთება, ვიბნევით ხოლმე ადამიანები და მე ვიწყებთ მკითხაობას, საიჯობია წავიდეთ, რომელი გავაკეთოთ და ასე შემდეგ. ასეა თუ ისე, რა თქმა უნდა, არსებობს ძალიან ბევრი მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ იმაში, რომ უფრო კარგად გაანალიზოთ სიტუაციები, გამოიტანოთ სინათლეზე და ასე შემდეგ. კარგი წელი შეიძლება იყოს ასევე განათლებისა და სწავლისთვისაც. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა მოვიტოვოთ 2025-ში. ამ შემთხვევაში არის საუბარი ორ რაღაცაზე. პირველი მონეტები მართალია პირველ რიგში ხშირად ასოცირდება ხოლმე ფულთან, მაგრამ ეს უფრო დამწყები ტაროლოგებისთვის ალბათ ესე ვიტყოდი და გააჩნია სიტუაციასაც, რა თქმა უნდა, ფულიც არის აქ, მაგრამ მონეტები უპირველეს ყოვლისა ძველ ტრადიციებში ყოველ შემთხვევაში ეს იყო ჩინები, ეს იყო მედლები, ეს იყო ღირებულებები, რომელთაც იყო ადამიანი შემკული. ისევე როგორც მაგალითად აგურები ბანკოში, ზუსტად აქედან მოდის. ნახეთ როგორი რაღაცა მონეტების ტუზი ეს არის რაღაც სახის ჩინი, რაღაც მედალი თუ გინდათ ესე დავარქვათ. ეს შეიძლება იყოს რეგალიე, ან ეს შეიძლება იყოს ღირებულება, რომელიც ნახეთ რა არის მნიშვნელოვანი, არის ძალიან გაბერილი. მონეტების ტუზი ეს არის რაღაცის დაზუმვა, რაღაცის გადიტება, აი სრულ ეკრანზე რო გამოიტანო, წარმოიდგინე გამოსახულება და მარტო მას ხედავდე. ანუ ნახეთ როგორი რაღაცა უნდა რაღაცნაირად შეეცადოთ, რომ ამ წუთში რაც გგონიათ პრიორიტეტული და ესეთი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და სუბსტანციური ღირებულებები, რომ დატოვოთ ამ წელს. იმიტომ რომ შესაძლოა ამ ღირებულებებისათვის ადგილი საერთოდ არ იყოს მომდევნო წელში და უფრო მეტიც ძალიან დიდი ალბათობით აღმოჩენთ ბევრად უკეთეს ღირებულებებს და მიხვდებით, რომ უვი, აქამდე სად ვიყავი და რატომ მინდოდა ეს რაღაცა, ან რატომ ვფიქრობდი ამაზეო. ვინაიდან აქ ასევე პარტნიორულ კავშირებზე, მეგობრობაზე და ურთიერთგაგებაზეც იყო საუბარი, მონეტების ტუზი ასევე შეიძლება იყოს რაღაც სახის თვისება, ტრეიტი, რომელიც აქვს ადამიანს და შეიძლება ისიც ესე ძალიან დიდ ეკრანზე გამოგქონდეს. შეეცადეთ, რომ ესე არ დააკვირდეთ ყველაფერს გამადიდებელი შუშის ქვეშ. ცოტა უფრო მარტივად შეხედეთ და უფრო ფართოდ, ანუ არ ფოკუსირდეთ ერთ რაღაცაზე, დაუშვით იმის ალბათობაც, რომ შეიძლება სხვა რაღაცებიც იყოს. მაგალითად, რომ შეიძლება შექმნათ სხვა პროდუქტი, შეიძლება დაკავდეთ სხვა საქმით, შეიძლება თქვენმა ბიზნესმა იცვალოს ფორმა, ან თქვენმა ყოველდღიურმა ცხოვრებამ შეიცვალოს მიმართულება, რუტინა და ასე შემდეგ. მონეტების ტუზი ამ შემთხვევაში ასევე მეტყველებს ისეთი ღირებულებების და ისეთი
ენერგიის ტარებაზე თუ გინდათ ესე დავარქვათ, რომელიც ბჭყალებში ვთქვათ არის გამოსადეგი, რომელიც არის სასარგებლო. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის უფრო გამოსადეგი უსაფრთხოების განცდისათვის, ვიდრე ემოციური ან სულიერი კმაყოფილებისა და რეალიზაციისათვის. ამიტომ სწორედ ამაზე მიდის აქ საუბარი, რომ თანდათან თქვენ მოგიწევთ, რომ დათმოთ ისეთი ფასეულობები და ღირებულებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური ხასიათის მატარებელია, აქ კიდევ მეორე არ არის საუბარი ფულზე უშუალოდ. აქ არის უფრო ლაპარაკი აი ამ ჩვევებზე, რაღაც წესებზე, რომელიც გვაქვს, ასე ვთქვათ, შემოჩვეული და რომელიც თან დაგვაქვს ზურგით. აი დაუშვით ეს ყველაფერი, რომ შეიძლება გავუშვათ, შეიძლება არ ვიყო ამაში მართალი, შეეცადეთ, რომ ეს, როგორ ვთქვათ, უსაფრთხოების აუცილებლობა ნელ-ნელა გადავიყვანოთ უკანა პლანზე და უკვე წინა პლანზე წამოწიოთ ჩვენი პირადი პერსონალური სიამოვნება, რეალიზაცია და შემოქმედებითობა. აი მაგალითად ამ ორ კართ შორის შეიძლება ესეთი სხვაობაც იყოს, რომ გაგიმარტივოთ ამ შემთხვევაში ამ ყველაფრის გაგება საილუსტრაციოდ მოვიყვან ესეთ მაგალითს, აი ვთქვათ, ერთ შემთხვევაში თუ კი ადამიანმა ჩააბარა რაღაც X უნივერსიტეტში, ისწავლა და გახდა ფინანსისტი, როცა საერთოდ არ მოსწონს ეს დარგი, მაგრამ წლებია ეხლა მუშაობს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ყველას სჭირდება ფული, ყველას აქვს გადასახადები. აი წარმოიდგინეთ, რომ ხართ ეს ადამიანი, რომელიც ვთქვათ, მუშაობს ესეთ სამსახურში, რომელიც უკვე მოგწყინდათ, მოგბეზრდათ, რა ვიცი, აღარც გავითარებთ, უბრალოდ გაძლევთ ხელფასს. და წარმოიდგინეთ, რომ ეხლა უკვე წელს, ანუ 2026-ში ჩდება პერსპექტივა, რომ აღმოაჩინო შენ თავი ახლიდან. მაგალითად, გაიგო რა მოგწონს. დაკავდე არა იმ პროფესიით ან საქმით, რომელიც საჭირო იყო, ან გითხრეს, რომ უნდა გააკეთო, ან გიბიძგეს ამის გაკეთებისკენ, არა. არამედ ისეთი რამ, რაც ყოველთვის გინდოდა, რაც აი ყოველთვის გღრღნიდა შიგნიდან და გეძახოდა, შეიძლება ასეც ითქვას. აი, როდესაც გაიგებთ ამ ძახილს, ამ მოხმობას, აუცილებლად გაყევით. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი რეკომენდაცია ალბათ თქვენთვის, რაც გამოგადგებათ მომდევნო წელს. გისურვებთ ბედნიერ წელიწადს, წარმატებულ 2026-ს, მე კი გადავალ ბოლო, მეოთხე ვარიანტზე. მასადამე, მეოთხე ვარიანტი. თქვენ შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ რთული არკანებია, წელიწადი ცოტა турბულენტური იქნება, თუმცა რა თქმა უნდა, იქნება თქვენთვის სასარგებლო და სასიკეთო. ნახეთ როგორი რაღაცა 2026 წელიწადზე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის თქვენს შემთხვევაში აი საბოლოო დანიშნულების წერტილი. როგორ გითხრათ, აი ხიდი შეგვიძლია დავარქვათ ამ წელიწადს. რა თქმა უნდა მეტაფორულად, მაგრამ აქ არის საუბარი გარდამავალ პერიოდზე, რომელიც არის აუცილებელი წინაპირობა ოღონდ სხვა რაღაცისთვის. ანუ პირობითად აქ შეიძლება იყოს საუბარი იმაზე, რომ 2026 წელს გვიწევს, გარკვეული რაღაც გაკვეთილების, ცოტა სირთულეების და კრიზისების გავლა იმისათვის, რომ ვთქვათ, მომდევნო წელი ან საერთოდაც მთელი მომდევნო ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ. ამიტომ ნახეთ როგორ რაღაცა ცოტა რთული წელია, მაგრამ აუცილებელი. რთული რა მხრივ? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ აქ არ არის არავითარ ზიანზე საუბარი, რა თქმა უნდა, და არავითარ ესეთ გამოხატულ პრობლემაზე. შინაგანი პროცესები უფრო, რა ეს თქვათ, უფრო ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემებით გასაგდღის წესრიგში, ვიდრე მატერიალური. პირველი არკანი, რომელიც ამოგვივიდა ამ შემთხვევაში, მიგვითითებს 2026 წლის ტენდენციებზე, ეს არის 13 არკანი და მეორე არკანი მიგვითითებს იმაზე, თუ რა უნდა მოვიტოვოთ 2025 წელსში, რაც არის ამ შემთხვევაში მონეტების ხუთიანი. ნახეთ როგორი რაღაცა 2026 წელი პირველ რიგში იქნება ძალიან სწრაფი, 13 არკანი ზოგადად არის ძალიან სწრაფი, მოულოდნელი, გაუჩერებელი ენერგია რა, ფაქტობრივად, რომელსაც ვერათვინიერებ. აი წარმოიდგინეთ, რომ მაგალითად ცდილობ, რომ მატარებელი გააჩერო, აი ცნობილი სცენაროა, ადამიანი ობობადან ახლა გამახსენდა. აი ეგეთი წელიწადი იქნება რა, ანუ თვითონ სადღაც რაღაცას მიერეკება, მიდის, მიქრის და ნახეთ როგორი რაღაცა გვაქვს აქ არჩევანი, ან უნდა გავყვეთ ამ მატარებელს, ან უნდა დავრჩეთ და ვიჯდეთ ესე გაჩერებაზე და მომდევნო მატარებელი როდის მოვა, კაცმა არ იცის. ნახეთ როგორი ამბავი ოღონდ 13 არკანს, რა თქმა უნდა ლოგიკურად მოყვება რა, ხო, მოყვება მე-14 არკანი, ანუ ზომიერება. ამ წლის მერე შეიძლება ითქვას, ამ წლის პრინციპში მეორე ნახევარშია. უკვე მოიპოვეთ სიმშვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი წელი იქნება ძალიან აქტიური, დინამიკური, ცოცხალი. მაგრამ ნახეთ როგორი რაღაცა ეს, სადღაც თქვენი წარსული წლისა და წლების პროდუქტიც არის, იმიტომ რომ სავარაუდოდ ეს წინა წლები იყო შედარებით პასიური, გაჭედილი, სტაგნაციისკენ ან უპროგრესობისკენ მიდრეკილი, ამიტომ გჭირდებათ ეს. მე-13 არკანი მეტყველებს დასასრულზე
ეს არის რაღაცების დასრულება, ოღონდ პერმანენტულად, სამუდამოდ, მაგალითად იდენტობის, ეგოს, ცხოვრების სტილის, რწმენის და ასე შემდეგ. ეს არის რაღაცის ჩახურვა, მაგალითად პროექტის ჩახურვა, სამსახურის დახურვა, ურთიერთობის დახურვა, ნებისმიერი რაღაცის. რაც საბოლოო ჯამში მიდის იმისკენ, რომ თქვენ გახდეთ თქვენი თავის ნამდვილი ვერსია. თავისუფალი ზედმეტი ტვირთისგან. აი არ ვიცი, ოდესმე გქონიათ არა ესეთი მომენტი, მაგალითად, როდესაც დაგროვებულ სამუშაოს მოიშორებ როგორც იქნა და ამოისუნთქავ. ან მიახლე ადამიანს რაღაცას რისი თქმაც გინდოდა და აი შემსუბუქდები მომენტალურად. და თავიდან ვფიქრობთ ხოლმე, რომ ეს გამოცდები, ეს გამოწვევები ძალიან ძიმე, რთული, საშიშია, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება, აი თითქოს რაღაც უხილავი ძალა გავსებს და გაძლევს ძალას, ხომ? განიჭებს იმ ენერგიას, რომ გაიტანო საბოლოოდ ეს ყველაფერი გადარჩე და ბოლოს ხვდები, რომ თურმე ეს ყველაფერი ძალიან კარგი და სასარგებლო ყოფილა. ასე რომ მსგავსად იმისა, როგორც ექიმის კაბინეტში იყვაყმანობენ ხოლმე შესვლას, იმიტომ რომ ნემსის ეშინიათ, აი თქვენ შეიძლება იყვაყმანოთ. ჩემი რჩევა რომ არ იყვაყმანოთ, ნემს ყველა ვარიანტში გაგიკეთებენ, ამიტომ ბარემ ვაჟკაცურად და თამამად შეაბიჯეთ. მე-13 არკანი მეტყველებს იმაზე, რომ დასრულდება მავნე კავშირები თქვენს ცხოვრებაში. დასრულდება გარკვეული ფაზა ცხოვრების, ამ შემთხვევაში უფრო ეს თვითგადარჩენის, ნერვიულობის, შფოთვის, წარუმატებლობის, უიღბლობის, ეს ყველა ცუდი რაღაცები მთავრდება. თქვენც უბრალოდ ნახეთ როგორი რაღაცა კი გარემოებები მთავრდება, გასაგებია, პრობლემები გასაგებია, რომ იწურება, როგორც იქნა, რაც კარგი ამბავია რა თქმა უნდა, მაგრამ მთავრდება კი ეს თქვენში. აი ეს არის უკვე რაზეც გვესაუბრება მეორე არკანი. მეორე არკანი ამ შემთხვევაში ამოსული არის ხუთიანი მონეტების, რომელიც მოგვიწოდებს იმისკენ, რომ მოვიტოვოთ ღარიბული მსოფლმხედველობა, მაგალითად განცდა იმის, რომ მიგვატოვებენ, შიში იმის, რომ რაღაცას გამოტოვებ, რაღაცას გამოაკლდები, რომ არასაჭირო ხარ, ან უიღბლო ხარ, ან ცუდი ხარ. ეს შეიძლება იყოს მაგალითად ისეთი ფიქრების დათმობა, თითქოს უნდა დაიტანჯო, თითქოს ცხოვრება რთულია. ერთ სიტყვით აი გვეუბნება ეს არკანი, რომ არ არის საჭირო რომანტიზება თვითგადარჩენის, რაღაც უბედურების, უიღბლობის, სიღარიბის და ასე შემდეგ. ზოგადად ადამიანებს ეს გჩვევია. აქ არ არის საუბარი თქვენზე მხოლოდ, ეს ეხება მეც და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ორი ყელი და ორი ფეხი და თავი აქვს. ნებისმიერ ჰომო საპიენსს მოკლედ. ადამიანის ფსიქიკა ასეთი, რომ როდესაც ჩვენ გავივლით რაღაც სახის გასაჭირს, სირთულეს, არა მარტო მატერიალურს, არამედ მენტალურსაც, თითქოს ვიჭედებით ხოლმე მე ამ ემოციებში. აი, ინგლისურად ძალიან კარგად ჟღერს ტვინის rewiring-ს ეძახიან რა, ანუ მაგალითად his brain got rewired ან რაღაც მსგავსი, ანუ როდესაც კაბელები სხვადასხვა გვარად დალაგდება, შეიცვლება, ანუ ტვინის გადაწყობა მარტივად რო ვთქვათ. აი, არ გინახავთ ადამიანი მაგალითად, როდესაც რაღაცას გამოივლის, თქვა ძალიან გულს რო ატკენენ და მე შეიძლება თვეობით ილაპარაკოს ამაზე, იმიტომ რომ იმის ტვინი უკვე გადაეწყო იმ პრობლემაზე. რატომ? ეს არის თვითგადარჩენის ინსტინქტი, ხო? თუ კი შენ შეგიძლია პრობლემის იდენტიფიცირება, ჩვენს ქვეცნობიერს და გონებას გონიათ, რომ ამით იქნებიან უსაფრთხოდ. არა და უსაფრთხოდ კი არ არიან, პირიქით ამაზე ფოკუსირებით მეტად ვიზიდავთ ამას. შესაბამისად, ნახეთ, თქვენაც გჭირდება თუ პირველ სკოლის არის გონების გადაწყობა პირიქით, უკუღმა, ანუ იქ საიდანაც მოვედით. რაც არის ამ შემთხვევაში განცდა უსაფრთხოების, სიმშვიდის, პოზიტიურობის, ნაყოფიერების, სიმდიდრის და ასე შემდეგ. ძალიან კარგი შეიძლება იყოს თქვენთვის მაგალითად ფინანსური მაგიის შესწავლა. ჩემს კურსს არ უწევ რეკომენდაციას, იმიტომ რომ ჩემი კურსი ამ შემთხვევაში უფასოდ რაც მინდებს ლექცია, აი მაგას მაინც უყურეთ, აკდევს YouTube-ზე, იმიტომ რომ ნახეთ, აქ მაგ საუბარი ზუსტად იმ მავნე ჩვევებსა და გონების მოწყობაზე, ღარიბულ მსოფლმხედველობაზე. ღარიბული მსოფლმხედველობა არ გულისხმობს, ვთქვათ, კონკრეტული ფენის, კასტის ან საზოგადოების მსოფლმხედველობას, არა, აქ არის საუბარი ისეთ ჩვევებზე და მენტალურ შაბლონებზე, რომელიც შეიძლება თითოეულ ჩვენგანს გქონდეს და არც კი ვიცოდეთ. რაც ამ დროს გვიშლის ხელს წარმატებაში. იმიტომ რომ ნახეთ, ამ კომბინაციიდან გამომდინარე უკვე შემიძლია თქვა, რომ დიდი ალბათობით 2026 თქვენთვის იქნება ფინანსური ცვლილებების წელი და ფინანსური ვალდებულებებისგან ან პრობლემებისა და შფოთვისაგან დაღწევის წელი, აქედან ამოსვლის წელი. მაგრამ ნახეთ, რას ვიძახდი, აი მიუბრუნდები იმას, საიდანაც გადავუხვიე თავიდან. კი ეს პრობლემები მთავრდება, მაგრამ თქვენში თუ მთავრდება, მიხვდით? იმიტომ რომ კაი, თქვათ, გავისტუმრე ვალი და უშუალოდ კარგი სამსახური მოიპოვე, ან ბიზნესი როგორც იქნა აყვავდა, გამოისხა ნაყოფი, ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით, მაგრამ
მაინც რო გაქვს შიში იმ წარსულის, აი მაინც რომ მოგზდევს ის სიღარიბის მუხტი, ესე ვთქვათ, აი ამაზე აქ ლაპარაკი. ხაზგაუსომ, როდესაც ვახსენებ სიღარიბეს, არ არის აუცილებლად ფინანსურ სიღარიბესა და სირთულებზე საუბარი. აქ არის საუბარი გონების სიღარიბეზე, სულის სიღარიბეზე, ემოციურ სიღარიბეზე თუ ასე შემდეგ. ერთ სიტყვით 2025-ში აუცილებლად უნდა მოიტოვოთ შიშები, უნდა მოიტოვოთ დაუცველობის განცდა იმის, რომ რაღაცას გამოაკლდებით ან რომ არ ხართ საკმარისი და უნდა აუცილებლად შევუწყოთ ხელი 2026 წლის დინამიკას, მის აქტიურ ენერგიას და მატრანსფორმირებელ ძალას. ტრანსფორმაცია არ გულისხმობს იმას, რომ სხვა ადამიანი გახდებით, ისევ ის იქნებით, რაც იყავით, უბრალოდ სხვანაირი. მსგავსად იმისა, როგორც მაგალითად ფორმას იცვლის წყალი. უფრო ზუსტად კი H2O. H2O შეიძლება იყოს სითხე, პირველი მისი აგრეგატული მდგომარეობა, თუ გაცივდება შეიძლება იყოს ყინული, ანუ შეიძლება გახდეს მყარი თხევადიდან და ბოლოს თუ კი მას გავახურებთ, ვიღებთ ორთქლს, ანუ ჰაეროვან, ესე ვთქვათ, აერად მდგომარეობას. და ფაქტობრივად ხო ეს სამი განსხვავებული რაღაცაა, ყინული, წყალი და ორთქლი. ამ დროს ერთი და იგივეა. სამივე შემთხვევაში H2O შემადგენლობა. ზუსტად იგივე ხდება ადამიანშიც. ის უნდა ტრანსფორმირდეს და მართალია ის ისევ თავისი თავია, მაგრამ იცვლება მისი ნახეთ ემოციური რეაქციები რაღაცებზე, მისი ხედვა, მისი სამყაროს აღქმა, როგორ უსმენს მას, როგორ უგებს და ასე შემდეგ. მიდგომების შეცვალეთ, ამაში უპირველეს ყოვლისა დაგეხმარებათ, რა თქმა უნდა, გამბედაობა და მზაობა, თუმცა აგრეთვე ინფორმაციისა და ახალი პროგრამების ჩამოტვირთვაც, ბრწყალებში ვთქვათ, რა თქმა უნდა. ამიტომ ისწავლეთ, მიიღეთ ახალი ცოდნა, ახალი ინფორმაცია, რაც გაგიფართოებთ თვალსაწიერს და აი ამის მერე უკვე როგორც თავში გითხარით, აი ამ ხიდს რო გადავახავთ, უკვე მომდევნო პუნქტი იქნება აყვავება ამ ყველაფრის. ეხლა თქვენ ფაქტობრივად გადიხართ რეაბილიტაციას, რაღაც სირთულებიდან გამოსვლას. შესაბამისად, ძირითადად 2026 წელი, ბრძალებში ვთქვათ, მოხმარდება სწორედ რაღაციდან გამოსვლას და რაღაცის დასრულებას. რაც შეგამსუბუქებთ და უკვე გახსნის გზას და შესაძლებლობას იმისა, რომ უკვე შემდგომ, ან პრინციპში თუ მოასწრებთ 2026 წლის ბოლოს, ან მეორე ნახევარშივე, წავიდეთ პლუსში. ამაზე დავასრულებ მეოთხე ვარიანტის ახსნას და თქვენც რა თქმა უნდა გიისურვებთ ბედნიერ 2026 წელს. და ამით ჩვენი დღევანდელი ვიდეო სრულდება. უკვე 6 წელიწადი გახდება მალე, რაც ეს YouTube არხი არსებობს, გრიმუარი. თუმცა გაცილებით დიდი ხანია, რაც მე მოღვაწეობ და რაც Facebook ჯგუფი და community არსებობს, სადღაც მე მგონი უკვე თითქმის 9 წელზეა ლაპარაკი. არ ვწდები, უფრო 8-9 წელზე. აღარც მახსოვს კარგად იმდენი ხანი უკვე ამ ყველაფრით ვარ დაკავებული და ვარ თქვენ სამსახურში. მადლობა ამ წლებისათვის, მადლობა ძალიან საინტერესო 2025 წლისთვის, მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, დადებითი კომენტარებისთვის, მოწონებისათვის თუ ნებისმიერი სხვა აქტივობისათვის. მადლობა კრიტიკისთვისაც, კრიტიკაც ძალიან საინტერესოა და თუ ჯანსაღი ფორმითაა მოცემული, რა თქმა უნდა, ჯანსაღად მიიღება ჩემი მხრიდან. გამიხარდება თუ კი დამიკომენტარებთ თქვენს აზრს, თქვენს შთაბეჭდილებებს და აი მოდით პატარა გამოწვევას გავაჟღერებ ახლა ესე სპონტანურად მომივიდა თავში. მოდით 2026-ში დაბრუნდით ამ ვიდეოზე. და ძალიან საინტერესო იქნება მერე რომ დაწეროთ ახლა თუ არა ეს პროგნოზი. თუ რა თქმა უნდა გემახსოვრებათ და ამ წლის მანძილზე არ დაგავიწყდებათ ეს ვიდეო. ერთ სიტყვით გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, ყველას გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ, იღბლიან 2026 წელს, გილოცავთ მას წინასწარ და დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენს ცხოვრებაში და ოჯახებში ძალიან დიდი ბედნიერება, სინათლე და სიყვარული შემოაბიჯებს წელს და გამრავლდება მთელს დედამიწაზე და თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. ბედნიერად და შევხვდებით მომავალში.